მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს ყურადღებისთვის, საჩუქრებისთვის. ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. ვისვჭერდები რა საკითხი, რა თემა. აშკარად კონკრეტული პიროვნება გაინტერესებთ, მოდი უნივერსალური გავაკეთოთ გაშლა ვიღაცასთან ქალია, ვიღაცასთან მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში საკითხი. კითხვა დაისვა რატომ ესეთი თითქოს აქ. მოდი ვნახოთ მაშინ რატომ რა ხდება, ვინ არის, რა არის. რას ლაპარაკობთ? არ არის გამორიცხული ამ ადამიანმა, იცის, საკმაოდ გარკვეული ეზოტერიკაში, ან შესაძლებელია რაღაცები გამოსდის. იცით რა არის? ვერ დავდებ ახლა მე თავს, რომ მანდა მაინც პრაქტიკოსია, მაგრამ შეიძლება დაძვრება ძალიან ბევრს, ან უბრალოდ ერკვევა. ხო, სხვადასხვასთან. ადამიანი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, თქვენთან აშკარად მეგობრობდა წარსულში, უფრო ვიდრე ახლა. საკუთარ თავში არის ჩაკეტილი, საკუთარ პრობლემებში არის რაღაც გახვეული, საკუთარ თავის დაცვაზე არის გადასული. ვერ ვიტყოდი, რომ თქვენს მიმართ კარგი ენერგეტიკით არის გაწყობილი, იმიტომ რომ ადამიანმა რაღაც შეგნებულად იმოქმედა თქვენთან მიმართებაში. შეგნებულად გააკეთა, თუმცა ამ თემაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მუნჯის პოზიცია გაღებული და არაშენჯერიმე შესაძლებელია ესე მოგმართავდეთ ძვირფასო გენათვალე, ვაიმე, ჰაი, ბოი, ბიჭო, ისეთი ის არ აქვს, ძვირფასი ხართ მისთვის, მაგრამ ესე მთლად არ მიფიქსირდება, ხო, კარგით ვნახოთ. მაგიური დაზიანება გაქვთ პირდაპირ ამ ადამიანთან, ეს ოპა. თქვენ პირად ცხოვრებაში ადამიანი თუ წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, იცოდეთ, არ არის კონკრეტული ადამიანის, უკაზად ამ ადამიანის გამო წავიდა. აქ არ არის გამორიცხული, ბევრთან ზუსტად ქალბატონი მეგობარი იყოს, რომელიც მიზან მიმართულად თქვენს მიმართ, ესე რომ ვთქვათ, მოძრაობს, გიხურავთ ყველანაირ დახურვებს, გიკეთებთ ყველანაირ დაცვების დახურვებს. ეხლა რა ხდება? აქ თუ თქვენ დამწყები პრაქტიკოსები ხართ და არიცით, ბევრს გონია, რომ თუ ადამიანთან დაცვაზე და წმენდაზე რაღაცა მუშაობთ, საუბრობთ, გაუკეთეთ ვინმეს თქვენ ეს და მან შემოგიბრუნდა, როგორც ეს მოხდა ჩემს რეალობაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ხელი ასწია ჩემზე. ნახეთ, ერთ რაღაცას გეტყვით, ამ დროს შეგიძლიათ კი გაჩერდეთ უბრალოდ, თუმცა რა თქმა უნდა ვერ უნდა მოგერიოთ ეს ადამიანი, თუმცა ერთ კარგ ლამას რაღაცას გაგიჟღერებთ, რომელიც ვფიქრობ, რომ არავის არ გავიჟღერებია ეზოთერიკოს, ზუსტად ვიცი, არც მე ყოველთვის პირიქით ვაჟღერებდი, მაგრამ ეს კარგად, ძალიან კარგად იცოდეთ. თუნდაც ჩემი წმენდების ქვეშ რომელიმე თქვენთაგანი ხართ, ჩემი დაცვის ქვეშ და თქვენ მე მომექეცით არასწორად. ნახეთ, პრაქტიკოსებს გიჟღერებთ ამ თემას, რისი უფლება გაქვთ თქვენ ამ დროს. თქვენ არ იფიქროთ, რომ რაიმეს უფლება არა გაქვთ და ვერ მოერევით და რაღაცა, არა ჩემო კარგებო, აქ თავისუფლად შეგიძლიათ თქვენ ამ ადამიანს სასიკვდილო ჯადოც კი გაუკეთოთ, ამდენის უფლება გაქვთ, იმიტომ რომ ნახეთ, თქვენ მას ეხმარებით, არაფერს არ უშავებთ, მან თუ რამე ვერ გაიგო, ან ბოღმამ შეისწრო, ან ბოლოს შურმა შეისწრო, ხო, ძალიან ესე რომ ვთქვათ, დაგიახლოვდათ.
აქ ის მომენტი ნამდვილად არ აქვს, რომ აი მე დაცვა დავუყენე რაღაცა და რაღაცა, მაშინ გამოდის, რომ თქვენ არ ხართ ჯერჯერობით პროფესიონალი და შემდეგ როგორი მოქმედოთ არ იცით, ხო? ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ თავს კი ბატონო უპატრონოთ და მისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. აქ ადამიანმა პირდაპირ სასაფლაოს მაგია გააკეთა, ან ძალიან დამანგრეველი ენერგიები თქვენ ცხოვრებაში მოხდა განშორება, წავიდა თქვენთვის შეიძლება სასურველი ან საინტერესო ადამიანი, ან რაღაც მოხდა ესეთი და დაშლა რაღაცა საკითხის საქმის. ნახეთ როგორი რაღაც არის თქვენ ეს ადამიანი გითვალთვალებთ, ან დრო და დრო რაღაცა გხედავთ ეს, ან ინტერნეტ სივრცეში, ან შეიძლება ვიდეო თვალს გირთავს და ესე გხედავთ, ან გათვალიერებთ და ასე შემდეგ. ამან იცის თქვენ შესახებ ძალიან კარგად ყველაფერი, მოკლედ არ არის გამორიცხული, რომ ამას თქვენთვის საჩუქარიც აქვს მოცემული, კი ბატონო. ზუსტად ვიცი, რატო მოიქცა ასე ეს ადამიანი, რატო გექცევათ? ასე, ამიტომ ამ ადამიანთან თავი დაიცავთ. რატო მიზეზი რა არის? მიზეზი რა არის? თქვენი შეჩერება სურს მიზეზი მითხარი, მიზეზი. ესეთ ყვილად ხო არ არის, კაცო? ხო. მიზეზი ის არის, რომ შტერი არის. მოდი ასე გეტყოდით პირდაპირ. ეს არის ან ძალიან გიჟი უნდა იყო ადამიანი, ან რავი, თავზე ხელაღებული, ხო? მე ასე შევაფასებ, აქ ჭკვიანის ამას არაფერი არ აცხი აბსოლუტურად. აქ მე ჭკვიან ქალს ვერ ვხედავ. ეს არის რაღაცა ეგოზე აყოლილი ტიპაჟი, რავი, შეიძლება რაღაცა გაუტყდა, ან შეშურდა ზუსტად აი ეს მომენტები უფრო არის აქ გადაჭარბებულ პოზიციაზე. პირდაპირ თქვენ სურათი არის აქ ნამუშევარი. ხო. თუ რამე საჩუქარი ვინმე მესე მოგართვათ, მოისრულეთ ნაგავში. მოდი, მე ახლა ამის შემდეგ აუცილებლად გადავალ ბუმერანგზე, იმიტომ რომ აქ ესეთი გაშლა წამოვიდა, ეს არის პირდაპირ. მეგობარი არის ეს, მეგობარი. იყო ყოველ შემთხვევაში, ან რაღაც ქონდათ მეგობრული დამოკიდებულება, მაგრამ ადამიანი პირდაპირ მუშაობს. ეგ უფრო სიღრმისეულადაც გავშლი ახლა თქვენ მე მაცალეთ. ზუსტად დაგილაგებთ ამ ადამიანს, კი, აქ პირდაპირ რიტუალი არის ჩატარებული. რიტუალი. აქ არ არის უბრალოდ გისურვა და ასე შემდეგ. ან შეუკვეთ, ან კიდე. კარგით, მოდი ვნახოთ ეს კონკრეტული ადამიანი. ჩაიფიქრეთ, რას გისურვებთ. ჩაიფიქრეთ. და მე ბუმერანგს ნახავ გავაქცევი. აჰა. მთლიანად თქვენი გამომწყრობა უნდა გულნათკენი რო დარჩეთ ცხოვრებაში და აი გამოუვალ მდგომარეობაში, რომ აღმოჩნდეთ რაღაცა ვერ იპოვოთ გამოსავალი, წარმატებას ვერ მიაღწიოთ როგორც პირადში, ასევე აი როგორ არის, იცით, თქვენი ცხოვრება გამოვიდეს რაღაცნაირად, აი მასკარადი, ვით სასაცილო უნდა ამ ადამიანმა რომ გაგხადოთ სხვათა შორის, ან გაახდეთ, ან რაღაცაზე გაიცინოთ, თითქოს ყოველდღე ჩასაფრებული არის, აი რას გაიგონებს, ეხლა ხო ეს კარგი, გააკეთა რას გისურვებთ, ჭუბი რომ მოფლოდათ თქვენ პარტნიორთან, შიშები რომ ქონოდათ და როგორ არის, იცით, აი თქვენი უნარები რო შეზღუდულიყო. ეს შესაძლებელია თუ პრაქტიკოსები ხართ, კი ბატონო, მაგიაში, დაუშვათ პრაქტიკაში, ან ცხოვრებაში ზოგადად. აქ დაფარული არის საქმე იმაში, რომ უკაცრავად. დაფარვები აქვს. რატომ ეცინება?
რატომ ეცინება? რა შეფუთულია? და როგორ დაწუნებულია რომ დაფარვები აქვს გაკეთებული? აი, რასაც ცოტაობა აღმერთო. როგორ დაწუნებულია რომ დაფარვები აქვს გაკეთებული და მისი საქმე არ გამჟღავნდება. Მაგარი კლასნი აფირისტად. კლასნი აფირისტი არის. პირდაპირ გეუბნებით, გაჩვენებთ თავს და ასე ვთქვათ, ყველაფერს აკეთებს ისე, რომ აი ძალიან ჭკვიანია, ტონკათი, ტონკი ტიპი ყავს, რას ლაპარაკო. კიდე რას გისურვებთ, მოდი ნახოთ. რამხელა ეგოისტი არის. პირდაპირ შავ რიტუალებით და მაგიებით არის აკეთებული ჩემო კარგო პირდაპირ ჯადოს. ოი რა თუ მოპარვა თქვენი ბედის წარმა რა რისი მოპარვა უნდა? რამხელა ბოროტი თვალით გიყვეს მიმართავ შავ. როგორც კი შეხედავს თქვენ ფეხზე დადგებით, მიხვდება ეს, ეგრევე ისევ მიმართავს შავ მაგიას. მე ეს კონკრეტულად არის ადამიანებისთვის კონკრეტულად გაშლა, არ ვიცი ვიღაცა ეთყობა. გაინტერესებდათ პირად გაშლაზე არ ხართ მოსული, ან ვერ მოხვედით, ან არ მოხვედით, რაღაცა არის აქ ესეთი და ეს თემა გაინტერესებთ. კარგი, რა გშურს ესე რას უყურებ ბოროტი თვალით ეს გითხარი, აბა წარმატებას, თქვენ წარმატებას. ფერიასავით ხარ? მის თვალში? რას ლაპარაკობ? თქვენი წარმატება გენაცვალეთ, თქვენი წარმატება, საქმე ზოგადად. პრინცესასავით მოჩანხართ მის თვალში და აიმე კარგით. გასაგები არის, მე ვფიქრობ, რომ საკმარისია უკვე. ძალიან გამეცინა, აბა არ გაგეცინებო ახლა ესეთ ტიპას. და მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ ამ ადამიანს არ არის გამორიცხული, რომ აქ ისმენს, ან მსგავსი შეიძლება რაღაც ნამოქმედარი აქ ვიღაცას ისმენს. და სანაცვლოდ თუ ინვემ თქვენი თავი ამოიცანით, რა ბუმერანგი დაგიბრუნდება. განახოთ თან არკანები. მოდი ვნახოთ. რა ბუმერანგი დაუბრუნდება ადამიანს, რომელიც თქვენ ესე ტონკად გაზიანებთ და თან თავს ძალიან კარგი და მამაბრამის ბატკნეთი გაჩვენე. ასაყარელი. დედამიწის ამძიმარი, უბრალოდ. კარგი. ნახოთ რა უბრუნდება ბუმერანგად. თან თავსი ჩავს წმენდები და რაღაცეები დასრულებულია ის დრო პირდაპირ გეუბნებით, პირდაპირ უნაყოფობაში გადადის. არ არის გამორიცხული ჯანმრთელობა, საშვილოსნოზე შეექმნეს პირდაპირ პრობლემა. ის რომ მას უნდა თქვენზე წინ დადგეს, ეს ვერ ეღირსება, აქ იქნება მოულოდნელი. ეს არ არის ტრანსფორმაცია. მოულოდნელი თქვი სიტყვა შემდეგ გამოვიღე, ნახე, მოულოდნელად შეექმნება ამას პრობლემები ჯანმრთელობაზე. რომ მგონია პირადში პრობლემები, მისი პირადი თემა დასრულებულია პირდაპირ გეუბნებით. ჯანმრთელობაზე პრობლემა, სასიკვდილო დიაგნოზი ან პირდაპირ გეუბნებით. ჯერ ერთი ამას ვიღაცა გარდაეცვლება ახლობელი. მერე მეორე სასიკვდილო დიაგნოზი ან თვითონ ძალიან მძიმე მდგომარეობაში რაღაცა, არ ვიცი მე, აღმოჩნდება. სრული უნაყოფობა ეს არის ქალური ან რაღაც სხეულთან დაკავშირებული პრობლემები ჯანმრთელობის, ეს არ არის გაციება და ვირუსი. რა ბუმერანგები კიდე? უნაყოფობა მთლიანად ფულში. ეს თქობა თქვენგან აი ეს ფული და ეს ყველაფერი კარგად რომ იცოდეთ, როდესაც ადამიანის რაღაცას იპარავ და ითვისებ, სასჯელი ზუსტად ასეთი არის. თქვენ უგონიათ ეს კრადნიკები და რაღაცეები ძალიან ისე კარგია და ესე აიღებთ ვიღაციდან და გადაიმისამართებთ და ან მით უმეტეს, იცით რა გითხრათ, ეზოთერიკოს შეხება. მე თუ მკითხავთ
ჭკვიანი ადამიანი, აი პრაქტიკოსებიც რომ აზიანებენ ზოგჯერ ჭკვიანი ადამიანი ეზოთერიკოს არ დაემასკნის, დააზიანებს და ისედაც ზოგადად არავის არ დააზიანებს. გაიგეთ? ჭკვიანი ადამიანი. ტონკად. ტონკად საქმეს კეთება რო შველოდეს. საქმეს რა გაიქნებოდა, გატონგებული იქნებოდა მთელი მსოფლიო. ეგრო საქმეს აკეთებდეს. ნახოთ კიდევ ნახოთ რა ბუმერანგები ვრუნდება, გარდა სიგრძილი უნდა დავასრულო, მაგრამ მოდი აქ უეჭველი იქნება ისა პირადის დასრულებაც და ჯერ დიაგნოზი იქნება, აქ ჯერ ტანჯვა მოუწევს, ესე ადვილი არ არის ამის. ჩხუბი ეს განთავისუფლდები, ეს შეცდება განთავისუფლებას და რაღაცა ეს მაგიურ რაღაცების გაკეთებას გამოგივა ეს ისე, არა, იმიტომ რომ აქ დასრულებულია მთლიანად ადამიანი მოხდება როგორ რაღაცაში, იცით, ნახეთ, ეს არის როგორ ტორნადოსავით არ შეხედეთ, მისი ცხოვრება ესე დატრიალდება. აქ შეცდება ეს რაღაცა განთავისუფლებას აი ამ ესე იგი წმენდების რაღაცების ხოჯიმი ყოველთვის კი არ არის ხალხო წმენდები როგორ იცით ძალაში კი შეიძლება ფული გადაიხადოთ 500 პრაქტიკოსთან მიხვიდეთ მაგრამ ვერ გაიწმინდოთ რატო თქვენი ცხოვრების გამო თქვენი გავლილი ცხოვრების გამო ბოლოს აღარც მოკიდებს არც ერთი თუ ეხლა ჭკვიანია პრაქტიკოსიც აღარ მოკიდებთ გასაწმენდად ხელს, გაიგებთ? და რომც მოკიდოთ, მაინც ვერ გაიწმინდებით. ზოგიერთებს რომ ესა პრეტენზიები გაგაჩნით, აი მე არ გამჭმინდა, არ გაგწმინდა კი არა, იმდენი მიქარული გაქვს, იმდენი იმხელაჩზე ჩასვლილი გაქვს ცხოვრებაში და ისეთი რაღაცეები გაქვს, ნამოქმედარი და გაკეთებული. არ იწმინდები ადამიანო, არა, всё, ამოიწურა ლიმიტი. შენ რა გინდა ეხლა სხვასაც უთხრა პატრონი და მე შენ ეს რა პრინცესასავით ამოჯდე კიდე მასე ხო ასე არ არის განაცვალე ცხოვრება და ეს უნდა შეიგნოთ ბევრმა დაუშვათ მე ან ესე ჩემნაირებს იმისთვის კი არ უნდა გადაგვემტეროთ ეს არის ინფორმაცია რომელიც არ იცით და უნდა გაიგოთ მიიღოთ რა ბუმერანგი უბრუნდება ადამიანს აუცილებლად გრიმუარზეც ვნახავ მაინტერესებს. ტაროში კითხულობს ინფორმაციას, ძალიან ბევრჯერ სხვათა შორის ძალიან სწორ ინფორმაციას კითხულობს, შენ ტაროში დავიჯერო. მედი არა, ჩემი მტერი. და ცდილობს, რომ აი თავისი ლოცვით რაღაცებით გამოვიდეს. კარგი რა ბუმერანგი კიბრუნდება. ბუმერანგი. არა. მაგით ცდილობს, არა, ავადმყოფობა. გამორიცხული. ეს მწოლი არის ავადმყოფობა, აქ მე როგორც თქვი სასიკვდილო დიაგნოზი აქვს ამ ადამიანს. ამგვარად სიმჩიმ და იმ დროს ზუსტად შეხედეთ სანთელი. რაქნა რამ ხელაზე ავარდა ალი. მანახეთ ბუმერანგი ისევ. საკუთარ თავის დანახვა უმე შიშები იქით უბრუნდება ჯერ ერთი ფინანსური რღვევა სასწაული საკუთარ თავის დანახვა რომ არა ეს სიამოვნება და აქ არ არის გამორიცხული ეს ადამიანი შორიდან დარჩეს ისეთ ვარიანტში ის ასია ეს ისია ის ისია და ჩემთან რა ხდება არასწორი ცხოვრება ხდება განაცვალე არასწორი რა ბუმერანგი უბრუნდება უარყოფამდე მიდის, არაფრის აღარ მჯერაო. შეიძლება კი არა ეს ღმერთის უარყოფამდე გაგიჟდება ეს. ემოციურ და სიგიჟე. всё. აქ კატასტროფულ მდგომარეობამდე მიდის ადამიანი. ნახეთ, უარყოფა. ეკლესიის მარტო კი არა, ამ საქმესაც უარყოფს. აბელში ეს არ ყოფილა, თუტ იმან მოთქვა, არა გენაცვალეთ. არავინ თქვენ არ გატყობთ, თქვენ თვითონ უქმნით თქვენს თავს პრობლემებს. სიგიჟე. აქ ადამიანი მარტო ავადმყოფობა არ არის, აქ ფსიქოლოგიური ეს რა ვიცი, საგიჟეში არ არის გამორიცხული რომ მოხდეს. იმხელა ავადმყოფობა შეხვდეს, მაგრამ აქ სხვა ისიც დამფიქსირდა. ეს მარტო სიგიჟის ავადმყოფობა არ არის.
მალე კუთვნის იცით მე ასე გეტყოდით ეგ. თქვენ ასე დროს არ მოშეგეცოდოთ ესეთი ადამიანი, თქვენ რო ცუც არ უკეთებთ ადამიანს და ის არ გეშვებათ თუ დამწყები პრაქტიკოსები ხართ უშუალოდ თქვენს თავს მოიშოროთ ესეთი ადამიანები არ გჭირდებათ უბრალოდ შეგიძლიათ მოუხსნათ დაცვები ჩვეულებრივად და მე არ გეტყვით რომ სასიკვდილო ჯადო გაუკეთოთ რა თქმა უნდა არ არის ეხლა მაინც მთლად ისე მაგრამ ამის უფლება გაქვთ ამისთვის თქვენ არ დაისჯებით უბრალოდ შეგიძლიათ ძალებიდან ითხოვოთ დახმარება და ასე ვთქვათ მიუქსიანოთ საჭირო ენერგიები ამ ადამიანს ჯადოს გარეშე აი ესეთი კარგი ლამაზი ინფორმაცია მქონდა თქვენთვის ეხლა რა ვიცი როგორ ხასიათებად გაის ხალხი ვინც ესე მოქმედებს ნეტა